ში პროგრამა ნომერი 493. საიდუმლო. სანაინიდან. თბილისი. მდგომარეობა სერიოზულია. 18 ოქტომბერს ჩვენი ტერიტორიები ქობერის რაზიეზდიდან სასაზღვრო ხიდამდე და სანაინის მიმდებარე მიდამოები დაკავებულია სომხეთის რეგულარული ჯარის ნაწილებით. გუშინ ადგილობრივმა გერმანულმა ხელისუფლებამ ულტიმატური ფორმით მოთხოვა მათ საქართველოს ტერიტორიების დაცლა 19 ოქტომბრის საღამოს 7 საათამდე. მიუხედავად ამისა, თურქების წასვლის გამო მიმდინარეობს სომხური ქვედანაყოფების გადმოჯგუფება როგორც საზღვრის იქეთა მხარეს, ასევე საზღვრის აქეთა მხარეს. თუშა ბრამიშვილი, სანაინის საბაჟოს უფროსი, სასაზღვრო რაზმის უფროსი, ლეიტენანტი გილდერი, სადგურ სანაინის კომენდანტი, ლეიტენანტი შეინი. ასე დაიწყო ომი ბორჩალოს მაზრაში, ლორეს მხარეში. პირველი ქართული რესპუბლიკის დე-ფაქტო საზღვრები დაშნაკური სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს. სომხურ დანაყოფებს ხელმძღვანელობდა გენერალი, შემდგომში დაშნაკური სომხეთის სამხედრო მინისტრი და საბჭოთა სომხეთის სამხედრო საქმეთა პირველი სახალხო კომისარი დრასთამატ კანაიანი, მეცახელად დრო. სომხურმა სამხედრო ნაწილებმა ძირითადი დარტყმა შაღალიდან ქობერის მიმართულებით განახორციელეს. მათ დაიკავეს რკინიგზის ხაზი ქობერის გვირაბის ჩათვლით. ყველა მიმდებარე სიმაღლე რკინიგზის ორივე მხარეს და სოფელი წათერი. სომხებმა მხოლოდ სოფელი ქონიჯი დათმეს ტაქტიკური მოსაზრებების გამო დროებით. ამასთან ერთად დაშნაკური არმიის ნაწილები ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პუნქტში გამოჩნდნენ. სოფელ აირუმთან, ანუ ფაქტობრივად ქართველების ზურგში ზედ რკინიგზის ხაზზე და ვორონცოვკა, პრევოლნოეს მიდამოებში, ანუ დაშნაკური არმიის შეტევის მარცხენა ფლანგზე. მარჯვენა ფლანგი ისედაც სომხური ტერიტორიაა. ეს იყო მცირე მასშტაბის საომარი მოქმედებანი, რაც გულისხმობდა შემდეგ სომხებს ამ მცირე მასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებით უნდა დაეზუსტებინათ, როგორი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალები, რა რაოდენობის, რა სახეობის შეიარაღებული ძალები ყავდა, რა გვარეობის შეიარაღებული ძალები ყავდა. ამასთანავე ეს მცირე საბრძოლო მოქმედებანი პასუხს გასცემდა ესეთ კითხვას, როგორიც არის, როგორი იყო ჩვენი შეიარაღებული ძალების შეიარაღება. საქართველოს სომხეთის საზღვრის ამ მონაკვეთზე შექმნილი მდგომარეობა სასწრაფო ღონისძიებების გატარებას მოითხოვდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი ჯავშან-მატარებელი ნომერი 4 19 ოქტომბრის საღამოსვე გაიგზავნა სანაინში და 20 ოქტომბრის დილისთვის იქ იყო. მეორე კი ჯავშან-მატარებელი ნომერი 1 სადგურ ქობერში ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის მიერ რევოლუციის რაინდის წოდებით დაჯილდოებულ ვლადიმერ გოგოვაძის მეთაურობით გამთენიისას გაიგზავნა და ადგილზე დაახლოებით დღის 3 საათისათვის ჩავიდა. სანაინში სასწრაფოდ მიავლინეს გენერალური შტაბის ოპერატიული სექციის უფროსი, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი, შემდგომში გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე. პოლკოვნიკ ზაქარიაძესთან ერთად ქობერში თბილისის საგუბერნიო ბატალიონიც ჩავიდა. ვორონცოვკის რაიონში კი გენერალ-მაიორ ივანე ციციშვილის მეთაურობით დამატებითი ქვეითი და საარტილერიო ქვედანაყოფები გაიგზავნა. სიტუაციის შეფასების შემდეგ პოლკოვნიკი ზაქარიაძე კავალერიას, არტილერიასა და ავიაციის მხარდაჭერას ითხოვს. საქართველოს მთავრობამ საპროტესტო ნოტა საქართველოში სომხეთის საქმეთა რწმუნებულს 19 ოქტომბერში პროგრამის მიღებიდან რამდენიმე საათში გადასცა. სომხებმა პასუხი მხოლოდ 23 ოქტომბერს გამოაგზავნეს. დაგახსენებთ თქვენივე საჯარო საზეიმო განცხადება შეხვედრაზე რამიშვილის, აჰარონიანისა და ხატისოვის თანდასწრებით, რომ საქართველო ლორეზე პრეტენზიებს არ აცხადებს და იგი დაკავებული აქვს მხოლოდ დროებით. მესამე მხარის მიერ მისი დაკავების თავიდან ასაცილებლად. ველი თქვენს пасухс. Армянские дашнакцуционные грузинские меньшевики выступали за то, что территориальное размежевание между государствами были по этническому принципу. То есть
та территория, которая была заселена, допустим, грузинами, должна была войти в состав Грузии, наоборот, армянские территории в состав Республики Армения. Но уже в октябре 2017 года грузинская сторона выступила за то, чтобы в состав будущей Грузинской республики вошли те территории, которые в свое время, в период Российской империи, были в составе Тифлисской губернии. Пасухидан 6 საათის შემდეგ 23 ოქტომბრის დილის 2 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 300-მა ქორინჩში განლაგებულ გერმანულ საგუშაგოზე შეტევა განახორციელა. გერმანელებმა მოუკან დაიხიეს სომხების ამოცანა ნოვოპოკროვკა, ჯალალ ოღლი, წათერი, ქორინჯი, უჩას ხაზის დაკავებაა. ეს კი ერთს მეტი არც ნაკლები გამოუცხადებელი ომის ფრონტის ხაზია. მძიმე ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე 24 ოქტომბრისათვის საქართველოს მთავრობამ ბორჩალოს მაზრაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მაზრის გენერალ-გუბერნატორად და რეგიონის ქართული გარნიზონის საერთო საჯარისო მეთაურად დაინიშნა მეორე ქართული ქვეითი დივიზიის ბრიგადის მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი წულუკიძე. 25 და 26 ოქტომბერს პოზიციური ბრძოლები გაგრძელდა. სოფლები წათერი და ქორინჯი ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში. გადამწყვეტი როლი ქართული ჯავშნოსანი მატარებლების საქმეში ჩართვამ ითამაშა. 27 ოქტომბერს სომხებმა უკან დაიხიეს და მომხდარი გაუგებრობას დააბრალეს. საერთო ჯამში ოქტომბრის თვეში განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებს სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ შეიძლება მიეცა შემდეგი ტაქტიკური შეფასება. ეს იყო სამხედრო ხელოვნების თეორიაში კარგად ცნობილი ბრძოლის სახეობა, დაზვერვა ბრძოლით. ანტანტის წინააღმდეგ ომში თურქეთის დამარცხების შემდეგ სამხრეთ კავკასია ანტანტის წევრი ქვეყნების შეთანხმებით დიდი ბრიტანეთის ერთპიროვნული გავლენის ზონად გამოცხადდა. სამივე რესპუბლიკის დედაქალაქში ბრიტანელთა საოკუპაციო შენაერთები უნდა შესულიყვნენ. სომხურმა მხარემ იმთავითვე ანტანტის მხარე დაიჭირა და ინგლისელებთან პირდაპირ მოლაპარაკებებსაც შეუდგა. მოლაპარაკებების საგანი, რა თქმა უნდა, მათი ტერიტორიული პრეტენზიები იყო. დაშნაკური სომხეთის მეთაურებისთვის ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარების შექმნისთანავე საქართველოს სომხეთის საზღვარზე სომხურმა დანაყოფებმა თითქმის ერთდროულად მიიტანეს იერიშის საზღვრის სამონაკვეთზე. 4 დეკემბერს დივერსიული მოქმედებები ვორონცოვკა-პრივილნოეს მიმართულებით განახორციელეს. 6 დეკემბერს ახალციხის მაზრის სოფლებს შეუტიეს და 8 დეკემბრისთვის სოფლები ტროიცკოე, ეფრემოვკა, გორელოვკა, ბოგდანოვკა დაიკავეს. 9 დეკემბერს კი უზუნლარის სანაინის მიმართულებით ძირითადი იერიში წამოიწყეს.